إن الحمد لله نحمده ونستعينه ونستغفره ونعوذ بالله من شرور أنفسنا ومن سيئات أعمالنا من يهده الله فلا مضل له ومن يضلل فلا هادي له وأشهد أن لا إله إلا الله وحده لا شريك له وأشهد أن محمدا عبده ورسوله رب اشرح لي صدري ويسر لي أمري واحلل عقدة من لساني يفقهوا قولي اللهم ثبتنا عند موتنا بلا إله إلا الله اللهم اجعلنا من الذين آمنوا وعملوا الصالحات وتواصوا بالحق وتواصوا بالصبر آمين يا رب العالمين. السلام عليكم ورحمة الله. أخي صوت مويت. سنة داويت كترو حديث رزق خاص من دايت فايدة. تقوى دوازه وما يشيل لبض كين أقويت. دوا رمي سالس رمي شمام صلى الله عليه وسلم قول لازم خشيرتي كين يبدأ. رمي الدوا تويتيت. شمام صلى الله عليه وسلم قول لازم خشيرته رمي الدوا زخين يبدأ. إيجاز أسرع كده ربنا آتنا في الدنيا حسنة وفي الآخرة حسنة وقنا عذاب النار. أنس بن مالك صحابة رمز خادم النبي قال مسرون شما وارث صلى الله عليه وسلم قل لازم خشيري دعاء يخو إز دعاء ربنا آتنا في الدنيا حسنة وفي الآخرة حسنة وقنا عذاب النار. راشنيش نوس شوية أوبالون شوية غمرتو დავიცავით ჩვენ, ან მოგვესვით ჩვენ სიკეთე ამ დუნიაში, სიკეთე ახირატში და გადაგვაჩინა ცეცხლის ტანჯვისგან. ეს ძმებო, როგორც თქვენს ალიმები, არის დუა, რომელიც ამ დუაში შედის ყველაფერი სიკეთე, რაც არსებობს ამ დუნიაში და სიკეთე, რომელიც არსებობს ახირატში, ყველაფერი შედის ამ დუაში. და თუ შომავალი სალალაჰუ ალეიჰი ვასალამ ყველაზე ხშირი დუა ეს იყო. მაგალითად ეს რას ნიშნავს? რას ნიშნავს? შუმამოს ალლაჰს ყველაზე ხშირად აკეთებდა ამ დუას. რას ნიშნავს მაგ? ჩვენს უნდა გავაკეთოთ. ესე იგი ასე ის მაგრას ნიშნავს რომ რამდენად მნიშვნელოვანი დუა არის. რამდენად მნიშვნელოვანია. ალლაჰმა აზავაჯან თვითონ ყურანშიც ახსენა რომ ანუ ხალხი რომელიც აკებს ალლაჰ აზავაჯან ყურანში არის ის ხალხი რომელიც ამ დუას კითხულობს. რატომ? იმიტომ მოსმენ ადამიანს არა მარტო ეს დუნია უნდა. მოსმენ ადამიანს უნდა ასევე დუნიაც, ასევე ახირათის. სიკეთე ორივე მხარეს. როცა ჩვენ ვიძახით რაბანა ატინა ფი დუნია. ჩვენ ეს სიტყვები რაბანა ღმერთო ჩვენო, რას ნიშნავს? თავაქული, თავჰიდი. რომ ჩვენ ვენდობთ მარტო ალლას, მარტო ალლაჰთან ხვდით. უცხოე თავჰიდია. ნახეთ მე სუბჰანა თითქმის ყველა ჰადისი რომელიც ჩვენ ვიტყოდ, ყველაზე არა დუებში, ყველაში არის თავჰიდი. ყველაში. ანუ შენ აღიარო ღმერთს ერთადერთი ვის შეიძლება დაგეხმაროს ამ დუნიაში და ახირაში. და შენ მე ალლას ეუბნები ატინა ფი დუნია ჰასანათან. მოგვეცი ამ დუნიაში სიკეთე. ზოგმა ალიმმა თქვა რომ ეს ნიშნავს კარგი მეუღლე. თუ კაცი ხარ, კარგი მეუღლე ქალი, თუ ქალი ხარ, კარგი მეუღლე კაცი. ზოგმა ალიმმა თქვა რომ ეს ნიშნავს კარგი ბავშვები. ზოგმა ალიმმა თქვა რომ ეს ნიშნავს კარგი ქონება, რომელიც ჰალალი ქონება. ზოგი ალიმმა თქვა და ეს უფრო სწორია, რომ ამ სიტყვებში შედის ყველაფერი. საერთოდ ნებისმიერი სიკეთე დუნიაში, კომფორტული სახლი, კომფორტული მანქანა, კარგი მეუღლე, კარგი ბავშვები, ჯანმრთელობა, ქონება და ასევე ისეთი ქონება, თუ სიკეთე არის, თუ სიკეთეს თხოვ. ესე იგი ეს ჰალალი ქონება, ეს არის ის ქონება, რომელიც შენ იყენებ მე ალლაჰის გზაზე. ანუ ნებისმიერი კარგი შენ რას გინდა დუნიაში, ამ დუაში, პატარა სიტყვებში შედის. მერე ჩვენ ვიძახით ვაათინა რაბანა ატინა ფი დუნია ჰასანა ვა ფილ ახირათი ჰასანა. ასევე ახირაში ჰასანა. ანუ შეიხმა იბნ უთეიმინმა და სხვა ალიმები თქვის რომ ეგ ნიშნავს რომ ყველაფერი ნებისმიერი ხეი რომელიც უნდა იყოს ახირაში შენ მაგას თხოვ. შენ ალლას თხოვ დაცვას განკითხვის დეს. შენ ალლას თხოვ რომ შენი ჰისაბი, შენი განსჯა იყოს ადვილი, სუბუქი და სწრაფი. შენ ალლას თხოვ შენი გავლა სირატზე, სირატი რომელიც არის ჯოჯოხეთის ხიდი. შენ გაიარო მაქსიალთა ჩქარა. შენ იმას თხოვ რომ მუნკარ და ნაკირის კითხვებზე უპასუხო ადვილად. და გაიარო ეს ყველაფერი ადვილად. და ასევე მე შენს თხოვ ვაყინა აზაბანა ნიშნავს რომ დაგვიცავი ჩვენ ჯოჯოხეთის ცეცხლისგან, ტანჯვისგან. აქ შეხმა აბდურაზაყ ბადრა და სხვა შეიხმა თქვენს ეს რა ნიშნავს? შენ ალლას თხოვ დაცვა ცეცხლისგან და ამ დუაში ავტომატურად შედის კარგი საქმეები. და ავტომატურად შედის რა, რომ შენ უფრო ანუ შორდები ცოდვებისგან. იმიტომ ცოდები არის ის, რაც მიყავს შენი თავისად ჯოჯოხეთში, ცეცხლში. და როცა შენ ამ დუას აკეთებ, ალლაჰი ავტომატურად ის აკეთებს, რომ შენ გინდა თუ არა აკეთებ უკვე კარგ საქმეებს.
ნებისმიერი კარგი საქმე შენთვის ხდება ადვილი. და ეს არის ასევე ის დუა, რომელიც კეთდება უმრის დროს, ჰაჯის დროს, დავავს ვაკეთებთ. ასევე მაგ დროს კეთდება. ამიტომ მე თუ შუმა სალალაჰუ ალეიჰი ვასალამ ყველაზე ხშირად მაგას აკეთებდა. თუ ალლაჰ აზავაჯმა აკებდა იმ ხალხს, ვინც ამ დუას იძახდა, რა თქმა უნდა ჩვენს უნდა გავაკეთებთ. ანას იბნ მალიქ რომელიც გადმოსცა ეს ჰადისი, არასდროს არ ანებებდა ამ დუას, არასდროს. ყოველთვის როცა ალლას რაღაცას თხოვდა, ყოველთვის ამ დუას იყინებდა. მაგალითად თქვენ აკეთებთ, ჩვენ ვაკეთებთ რაღაცა დუას, მეც რაღაცას ვთხოვთ. არ უნდა გავიაროთ ჩვენ დუა არ უნდა დამთავრდეს ეგრე, რომ ეს დუა არ ჩავსვათ ჩვენ რასაც ვთხოვთ ალლაჰის. რატომ? იმიტომ ამ დუაში შედის ყველანაირი სიკეთე, რომელიც არსებობს დუნიაში, ახირატში და ცეცხლისგან დასვა, ყველანაირი სიკეთე. ربنا آتنا في الدنيا حسنة وفي الآخرة حسنة وقنا عذاب النار. رات بطر دعاء. ما رام خلنا متزمية. رام خلنا رزالك أم دعاء. الله يزنبي. رام خلنا بحسياك دعاء. أم دعاء. الله مبارك مقسم. قال. خلقي داوود صوت حديث بسكت. ჩვენ დღეს ვარწმებო 122 ვერძე მეორე გაყოფილება, რომელიც ქვია კიტაბულ ილმ, ცოდნის გაყოფილება და ვარ დღეს მე-6 თავზე, რომელსაც ქვია ბაბუ ფიმან ალლამა ილმა. თავი რომელიც ეხება იმას, ვინც ასწავლა ცოდნა, ვინც გადასცა ცოდნა სხვას. ანაბი ყათადა. აბუ ყათადა გადმოსა, რომ მან გაიგო რომ შუამამა სალალაჰუ ალეიჰი ვასალამ თქვა خير ما يخلف المرء بعد موته ثلاث. სამი რამ და შეიძლება ადამიანი დატოვოს თავის სიკვდილის მერე და არის ყველაზე საუკეთესო, არის სამი რამ. პირველი, ვალადუნ სალihun yad'u lahu. კარგი ბავშვი, რომელიც მისთვის დუას აკეთებს. და ამ სიტყვებში ზმებო არის ასე თქვა შუმავალისგან სალალაჰუ ალეიჰი ვასალამ мотивация რომ ადამიანს ყავდეს ბევრი დიდი ოჯახი, ბევრი შვილები. როცა შენ გარდაიცვლები და შენ აღზარდა შენი ბავშვები, რომ ეს ბავშვები ინშალლა სალიხი იყოს და მე შენთვის დუას გაკეთებ. თალბონე შენ ხარ გარდაცვლილი და შენი ბავშვი შენთვის დუას აკეთებს. ია ალლაჰ შეიწყალე რაჰმათი გაუკეთე. მაგას კარგი არაფერი არ არის. ასევე ალიმები თქვენ რომ ეს დუა იმას ნიშნავს, რომ ადამიანი უნდა შეეცადოს დაკორწიდეს ერთ ცოლზე მეტი. იმიტომ რამდენიც არ უნდა გინდა ერთ ცოლისთვის ძნელია რომ ბევრი ბავშვები გააჩინოს. მაგრამ როცა ადამიანი მამაკაც ყავს უკვე რამოდენიმე ცოლი უფრო ადვილია. გამახსენდა ერთი ხუმრობა, რომელსაც ერთმა შეიხმა თქვა, რომელიც ეხება ძმებს, რომელსაც ახლა გეძებთ. შეიხმა თქვა, რომ მაგრამ შენ თუ გეშინია შენი ცოლისო და კუთხეში გაყენებსო და ჩაგრავს და ცეპებში, ჯაჭვებში დაგაბა, მაშინ შენ ბავშვს მაინც აუხსენე ჩუმად, თუ შენ ცოლი გავა გვერდზე ამ ოთახში, აუხსენე შენ ბავშვს, რომ შვილი როცა გაიზრდები, ერთ ცოლზე მეტი გიყოლოს. რომ შენი შვილები ჩემთვის დუა გააკეთონ მე. ანუ ცოლი რომელიც ეუბნება თავის ქმარს მე არ მინდა შენ რომ მეორე ცოლი მოიყვანო. ეს იგივე რომ ამბობს ან დუა კეთილი დუები ახსნას სულ დღეს ან მე. ანუ აიჩიო გეუბნება შენ. რა თქმა უნდა შენ გინდა კეთილი ცხოვრება ახსნას სულ დღეს, შენ გინდა რომ შენი შვილები შენთვის დუა გააკეთონ. ამიტომ мотивация შენთვის ყველასთვის. და შენ თუ გაგიარდო ამ საქმეში ყავს ერთ ცოლზე მეტი ალლას რაჰმათი, ალლას შუქრი გაუკეთე. მე შუმა სალალაჰუ ალეიჰი ვასალამ იძახდა ვასადაყათუნ თაჯრი იაბლუღუ აჯრუჰა. და სადაყა რომელიც ანუ არ ჩერდება მიდის, რომელიც მიაღწევს მასო, ანუ მის სიკვდილის მერეც, ანუ სადაყა ჯარია. ნებისმიერ სადაყა რომელიც შენ გააკეთე ამ დუნიაში. შენ ჩადე პატარა შეიძლება პატარა თანხა მეჩეთის აშენებაში, წიგნების დაბეჭვაში. ნებისმიერ რაღაც კეთილი საქმე რომელიც არ ჩერდება და ვრცელდება, არ ჩერდება, შენ გეწერება მადლი მაგის გამო, სიკვდილის მერეც. და თქვა შუმა სალალაჰუ ალეიჰი ვასალამ ვა ილმუნ იუ'მალუ ბიჰი ბა'და მინ ბა'დიჰი. და ცოდნა რომელიც ხალხი იყენებს მის მერე. შენ თუ ასწავლე ხალხი რაღაცა და ხალხი იყენებს ამ ცოდნას, შენ გეწერება მაგათი აჯრი, ასევე გეწერება შენც. და მაგათი აჯრი, ანუ უფრო ცოტა არ ხდება. მაგათი წერება აჯრი და შენს გეწერება აჯრი. ამიტომ ეს არის ყველაზე ჩვენთვის мотивация. შენ გაიგე რამე ხადისი ახალი. რამე ახალი გაიგე რელიგიაში. პირველ რიგში ასწავლე შენ ოჯახს. მერე შენ მეგობრებს, ნათესავებს და ასე შემდეგ. რა ის შეიძლება ვიღაც მაგათ განიქნება ალიმი, მერე ასწავლის 1000 ხალხს, მილიონ ხალხს ასწავლის.
შეხ როგორც მაგალითად შეხ იმამ ნავოვი, იმამ აჰმად და სხვები ჩვეულებრივი ხალხი არიან როგორც ჩვენ, მაგრამ ალლაჰმა მაგათ მისცა ეგეთი წყალობა რომ მაგათი წინები გაფცევდა. ან როგორც ნახეთ დღეს როგორც ჩვენ ვკითხულობთ იბნ ჰიბანის სახი ჰადისები ვკითხულობთ. რამხელა აჯრი აქვს ამ შეიხს, რომელიც ცხოვრობდა 1100 წლის უკან და დღეს გავიდა რამდენი საუკუნე რამდენი თაობა გავიდა და ჩვენ ვზივართ აქა ამ პატარა ოთახში ალლაჰმა ბარაკა მოსულას ამინ. და ვკითხულობ ამ ჰადისებს შუმაულის სახი ჰადისებს. შემდეგი თავი მეშვიდე თავი ბაბუ ფიმან ლა იაშბაუ მინ ალ-ილმი ვა იაჯმაუ ალ-ილმა. თავი რომელიც ეხება იმას რომ ანუ ადამიანი ვერ ზღება ცოდნით და აგროვებს ცოდნას. როგორც ზოგიერთი ჩვენ ვერ ზღება წვალი ძალიან ხო უყვარს. უნდა შევაჩვიოთ ჩვენი თავები რომ არ გავძღეთ ცოდნის, არ გავძღეთ ცოდნით. ამიტომ ძმებო პირველ რიგში უნდა თქვათ რომ ალლას ყოველთვის დუა უნდა გავკეთოთ. შენ თუ მაგალითად რაღაცა გიყვარს შენ ცხოვრებაში, რა გიყვარს შენიც სპორტია, თამაშები, მანქანები, რა გიყვარს ყველაზე მეტად შენ ცხოვრებაში. ალლას სწოვი აზავ და შენ ხედავ რომ მაგ რაღაცა შენ კარგავ შენ დროს. სწოვი ალლას აზავაჯო, უთხრე მაგ ე ალლა გამხადე ჩემთვის ყველაზე საყვარელი საქმე ცოდნის მიღება. გამხადე, აკეთებ შენ მაგ დუას, კითხე შენ თავს. რამდენჯერ შენ თავს შენ ალლას სწოვ დუას რომ ია ალლა გახადე ჩემ გულში ყველაზე სასიამოვნო ან სასურველი საქმე ცოდნის მიღება. ფულის შოვნის გარდა, სპორტის გარდა და სხვა რაღაცების გარდა. დაახენე პრიორიტეტი შენი ცოდნა. და იქნება ბარაკა შენი. شما صلى الله عليه وسلم حديث رومانز قال أبو هريرة متقع سأل موسى ربه عن 6 خصال. موسى عليه السلام شما صلى الله عليه وسلم موسى يدخل الله أنه شيء يدخل الله شويت عن إكس تسبازه إكس تسبا كان يظن أنها له خالص ماجس جرودرو ما سكنت إس تسبب والسابعة لم يكن موسى يحبها ده مشوت تسبا موسى أروق أردا قال يا ربي موسى إذا تغمرت شمو أي عبادك أتقى رومالي شيني مرسمني أريس خويل زياد أختيش مشيشة أدميان الذي يذكر ولا ينسى إس روماليس إخسنبس ذكر ساقتبس دا راويستبا أنو الله راويستبا دا إزمبا إس نشنس ذكر بس كيتخو أذكار بس كيتخو ديريس دا ساقاموتي لو شيديخا ساقتشي قاموديخا ساقتي دا توالشي سورتل شيديخا قاموديخا ძილის წინ, ძილის მერე, საჯმრის წინ, საჯმრის მერე. მუსლიმის ცხოვრება უნდა იყოს ყოველთვის ზიქრებში. მუსლიმის ცხოვრება უნდა იყოს ყოველთვის ალლაჰის ხსენებაში. ნახეთ მეგობრებო, ჩვენი ცხოვრება როგორც მუსლიმის როგორია. ვერ ნახავ მომენტს, როცა შენ ზიქრს არ დაგიკითხავ, ყოველთვის. მე ჩვენ დავჟექით ზიქრს ვკითხულობთ, ავდიგით ზიქრს ვკითხულობთ. გაკვეთილს ვიწყებთ, ზიქრს ვკითხულობთ. კამერა ჩავხდეთ, რომ გაკვეთილი ჩავწეროთ. ზიქრს ვკითხულობთ, ბისმილას ვიძახით. ნებისმიერ მუსლიმ ადამიანის ცხოვრება უნდა იყოს სავსე ზიქრებით. და არა მუსიკით, და არა ლანძვით, და არა გინებით. როცა ფეხი მიარტყი, არ უნდა შეიგინო. უნდა თქვა ბისმილლა. როცა წამოხსნა ფეხი წამოხსნა, მინიხე წამოხსნა სიტყვას დატოვარზე ფეხი. მაგისთვის არის ზიქრი, შუმამოსალ საფლა ბისმილლა უნდა თქვა. და არა ვახ მაგის და ასე შემდეგ. მერე მუსა ალეისალამ იძახის რომ فأي عبادك أحدا რომელი შენი მორჩილი მიდის სწორ გზით ყველაზე კარგად. და ალლაჰ უზინასა ალლაჰმა უთხრა მაგას რომ الذي يتبع الهدى რომელიც მიყვება სწორ გზას. აქ სწორ გზას ნიშნავს მეგო სუნნათს. რომელიც მიყვება შუმაულების სუნნათს. قال მე მუსა იძახის أي عبادك أحكم რომელი შენი მორჩილი ანუ ყველაზე როცა მაგალითად რაღაცას ხალხში შორს მოხდა რაღაც კამათი ანუ ყველაზე კარგად აკეთებს განსჯას. قال غميت يزخي الذي يحكم للناس كما يحكم لنفسه რომელიც განსჯის ხალხს ისე როგორც უნდა რომ ხალხი განსაჯოს ის. ანუ რაც შენ გინდა შენთვის ისე იგივე უნდა უსრულო ხალხისთვის. قال მე იძახის მუსა فأي عبادك أعلم რომელი შენი მორჩი არის ყველაზე მცოდნე. და ღმერთი იძახის الذي لا يشبع من العلم ის რომელიც არ ზღება ცოდნით. ანუ აკეთებს თავი ანუ ცოდნას ტალებულებს აყენებს პირველ რიგში ყველაფერ დანარჩენზე. სპორტი იყოს, თიჯარათი იყოს, თამაშები იყოს, ფეხბურთი იყოს, რაც გინდა იყოს. პირველ რიგში აყენებს ცოდნის მიღებას. და მე იძახის يجمع علم الناس الى علمه აგროვებს ხალხის ცოდნას თავის ცოდნასთან. შენ ისე ვიღაცა შეიხერე სწავლული და ასწავლის, შენ მიდიხარ მაგას იმ ნიათით რომ ეს ცოდნა რომელიც აიო შენთვის და ჩადო შენს გულში. قال მე მუსა იძახის
აიუ იბადაკა აზ რომელი შენი მორჩი არის ყველაზე ძლიერი, ყველაზე დიდებული და ძლიერი. ალლაჰ იძახის ალლადი იდა ყადირა ღაფა. ის რომელიც როცა მაგალითად შეუძლია ადამიანს უპასუხოს ან ასე ვთქვათ დაჩაგროს, როცა ჰაყი აქვს, მაგრამ აპატიებს იმ ადამიანს. ეს უფრო ეხება მამაკაცებს თავის მეუღლების მიმართ. ანდახ მეუღლე თუ რამის გაკეთებს, მამაკაც შეუძლია ძალა აქვს სახში, მაგრამ პატიებს ალლაჰის ხათრისთვის. ანუ ადამიანი არის ყველაზე ძლიერი, ის კი არ რომელიც ტანგებს ძევს. 150 ბენჩიანწია და ასე შემდეგ. კილოდებერე სურათებს იღებს ძმებს უგზავნის. ყველაზე ძლიერი ადამიანი ის არის, რომელიც ვინ აპატიებს ხალხს. შენი შვილი აპატიე, შენი მეუღლე აპატიე, შენი ძმა, შენი უმცროსი ძმა თუ არის აპატიე ეს ხალხი. შეხა უდიდესი ალლაჰის წინაშე. მერე მუსა იძახის ფაიუ იბადიკა აღნა. სამნიშნულო მომენტი. რომელი შენი მორჩი არის ყველაზე მდიდარი. გახსოვთ წინა ჰადისზე ჩვენ ვთქვით, რომ ხალხმა დაკარგა სიმდიდრის გაგება რა, სიმდიდრე რა არის. ხალხს გონია რომ სიმდიდრე რა არის. დავთქვით წინას გაკვეთილზე. მარტო ქონება დოლარები, ევრო და ასე შემდეგ. ნახეთ. ალლაჰმა მუსა კითხა რომელია ყველაზე მდიდარია და ალლაჰ იძახის ალლადი ярда бима юта. ის არის ყველაზე მდიდარი, რომელიც არის გამაყოფილი იმით, რას მაგას მიეცა. გამაყოფილია. შენ გაქვს მანქანა, შეიძლება არ იყოს ძვირიანი მანქანა, კანკაი მანქანა, კომფორტულია, შენ გამაყოფილი ხარ. შენ არ გძნობ, შენ გულში აი შენ ვერ გძნობ სიღარიბეს. შენ რას გაქვს, გამაყოფილი ხარ. მაგაქვს ნორმალური ტელეფონი, რომელიც მუშაობს თავისუფლად. შენ გამაყოფილი ხარ. ყავს ცოლი, შენ გამაყოფილი ხარ, ბავშვები გამაყოფილი ხარ. შენ ფიქრობ რომ რამხილა სიმდიდრე მაქვს. როცა შეეგრე გზნობს მეგო, ეს არის უდიდესი წყალობა ალლაჰისგან ამ დუნიაში. ეს არის ნამდვილი მდიდარი ხალხი. მითორ ნახმენ ღმერთი იძახის ალლადი ярда бима юта ყალა ფაიუ იბადაკა აფყა. მუსა იძახის რომელია შენი ყველაზე ღატაკი, ანუ რომელი მორჩილი არის ყველაზე ღატაკი. და უზენაეს ალლაჰ იძახის საჰიბულ მაბღუდ. ადამიანია რომელიც ანუ მისი მეგობრები ანუ არ უყვარს თავის მეგობრებს. ანუ ისეთი ადამიანი, როცა ის არის ჩვენთან, სიტყვას ვიღაც ადამიანი, არ გინდა რომ ის შენს გვერდზე იყოს. ისეთი ადამიანი. და ასევე ის უნდა გადავხედო ჩვენ თავს, როგორი ხარ შენ. შენ თუ იცი რომ შენ ხარ, როცა ხარ ძმებთან და ძმები პიროდებიან შენ წასვლას, შენ ხარ ყველაზე ღატაკი ადამიანი. ამიტომ უნდა გამოვასწოროთ ეგეთ რაღაც ჩვენში. მერე შომა სალალაჰ ალეიჰი ვასალამ იძახის, თორს ან ალლაჰ აზა ვა ჯალა იძახის, ლეისა ალ-ღინა ან ზაჰ. არ არის თორსტებ შომა სალალაჰ იძახის. არ არის სიმდიდრე ფული. ანუ რასაც ჩანს, ეს არ არის სიმდიდრეო. ინნამა ალ-ღინა ღინა ნაფს. ჭეშმარიტია, ნამდვილი სიმდიდრე, ნამდვილი არის სულის და გულის სიმდიდრე. ვა იდა არადა ალლაჰუ ბი'აბდინ ხაირან თუ უნდა ალლას თავის მორჩილისთვის სიკეთე ჯაალა ღინაჰუ ფი ნაფსიჰი. სიმდიდრეს დებს მის გულში. ანუ თავის თავს გზნობს როგორც დიდარს. ვა თუყაჰუ ფი ყალბიჰი. და ღვთისმოშიშობას მის გულში. ვა იდა არადუ ბი'აბდინ შარრან და თუ უნდა ვიღაცისთვის ანუ შარი ცუდი ჯაალა ფაყრაჰუ ბეინა აინეიჰი. სიღარიბებს დებს მის თვალების წინ. ანუ რასაც არ უნდა შეხედოს, ყოველთვის გონია ცოტა აქვს. შეიძლება კაი მანქანა აქვს. Toyota, Mercedes, კაი თაობას მანქანაა, კაი თაობას ტელეფონია. კეთილი ცოლი აქვს, მეუღლე, კარგი ბავშვები ყავს, მაგრამ რაღაცა სულ არ ეგ გაყოფილი. ეს არის ნამდვილი სიღარიბე ამ დუნიაში. გახსოვთ ჩვენ წინა ჰადისში რა გავიგავეთ, წინა გაკვეთილზე. ეს დუნია როდის მიყვება ადამიანს? როდის თვითონ მისდევს ადამიანს, როდის? ვის ახსოვს? ახერაც რა როცა გაცვლის იმაში. ახერაც რო აკეთებს ამელებს. ანუ მისი ნიათი რა არის, დუნია თუ ახირათი? დუნია. ახერაც ნიათი აქვს, დუნიაც მოდის მაგას. ხო, ანუ შრომასაც რა თქვა? თუ ადამიანს თავისი ნიათში აქვს ახირათი, დუნია თვითონ მოყვება მაგას. მოყვება კი არა, მისდევს მაგას. უნდა თუ არა, მისდევს. ალლაჰმა ისე გაკეთა. მაგით სუბჰანალაჰი არ ვიცი აი კაფირები ბიზნესმენები რომელიც დაჟე ათეისტებიც არიან არ ჯერათ მერტის მაგას ჯერათ მერტის მე და ემასოვეთ ის ათეისტი რომელიც იძახის მე ამჯერ გულში მაგას ჯერა ალლაჰმა თვითონ ყურანში ნახეთ ისინი იძახიან რომ როცა მაგალითად შენ ფულს იშოვია სადახა გაკეთეო იკითხებიან მაგას რატომ ეგრე მუშაობს ფულიო შენ ფულს აზრევ ფული უფრო მეტი მოდისო საფანას არ მოიდგინეთ ეგ შუმოს ალსამ ჩვენ გვახსოვს 1400 წლის წინ და ისინი იყენებენ ზოგჯერ ჩვენზე მეტად. კარგით, მე თავის მეგო ანას ბინ მალიკან გადმოსცა, კანა რასულულლაჰი სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამ იუჰიბუ ან იალიჰი ალ-მუჰაჯირუნა ვალ-ანსარ.
შუმამა სალლალაჰუ ალეიჰი ვასალამ მაგას უყვარდა რომ მის უკანა ლოცვის დროს როცა იდგა მუჰაჯირები და ანსარები ლიაჰფაზუ ანჰუ რომ აიღოთ მისგან ცოდნა და ემახსოვრებიან მისგან ცოდნა ამიტომ მოსწავლე როცა შენ ხარ მასწავლებელი შენ ვიღაცა ასწავლე შენ უნდა გიყვარდეს რომ ხალხი შენგან აიღებს ცოდნას რატომ მე ხალხი ამ ცოდნას გამოიყენებს გადასცემს სხვას და ასევე ეს რას ნიშნავს ნახეთ მუჰაჯირები და ანსარები ჩვენ ვიცით საჰაბების შორის ყველაზე საუკეთესო ვინ იყო მუჰაჯირები და ანსარები რადიალლაჰუ ანჰუმ ვა რადუ ანჰუ ალლაჰი ისინი არიან მაყოფილი ალლაჰით და ალლაჰი არის მაყოფილი მაგით რატომ ანუ და მასწავლებს ასე უყვარს როცა მაგალითად ვიღა შეიხი ან სწავლული უყვარს ყველაზე მეტად ხალხისგან ის ვისაც აქვს ყველაზე კაი ადაბია კარგი ახლაკია არის როგორც ჩვენ ადრეს გავიარეთ გახსოვთ ჩვენ გავიარეთ ზოგიერთი მოსწავლე შეიძლება კარგად მეცადინოს ჰადისებს იზეპირეთ აი პრობლემის გარეშე მაგრამ ადაბი არ აქვს მოდი შეიხა რაღაცა ეკითხება შეიხი ის პასუხებს ან უსფათ რო წავიდეს მაგრამ მოდი ვიღაცა ოროსანი მე ტარებულიანი რომელიც ოროსანია ის იმახსოვრებს ჰადისებს აი ცოტა ძნელია მაგის სკოლების ცოდნის მიღება მაგრამ კარგი ახლაკი აქვს იმ მასწავლებს უფრო უყვარს მაგასთან დაჯდომა შეიძლება და საათები მის თავისი საათები მისცეს მაგას მაგეთ შუმამა სალლალაჰუ რა თქვა საუკეთესო არა ის ვისაც აქვს საუკეთესო თვისებები ახლაკი შემდეგ ჰადისში შუმამა სალლალაჰუ ალეიჰი ვასალამ თქვა არა ბოდიში საჰაბამ თქვა რომ სამიუტუ აბა ბოდიშის რომელმა თქვა ანას ბიმალიკა თქვა ვარწდები ასევე სამიუტუ აბა ინაბა ალ-ხაულანი وهو من أصحاب النبي صلى الله عليه وسلم أبو عنبة الخولاني أريس ارتدي بوصفه ولازد زولي بوصفه وهو ممن سال القبلتين كلتيهما تا إسر صحابة روميريس إلوسا شماوليس دروس أور قبليس دروس أنا أدري قبلة يقو ومن فارس خو أنا ما فارس يقو ده مري شيء سوى مكيز دروس أنا اشتشدو الصحابة يقو سوتاويدا شماوتان إرتا صلى الله عليه وسلم وأكل الدم في الجاهلية ده سوى جام ده سيلس جاهلياشي أنو تعن اتتي بيرول الصحابة يقول إيش زخيس سمعت رسول الله صلى الله عليه وسلم يقول ميقاوي قرم ميتيتو موس منين رم شمما صلى الله عليه وسلم تقع لا يزال الله يغرس في هذا الدين غرسا يستعملهم في طاعته وزنايسي الله خي أرجع شردبا قوتش داتيساوس ანუ დათესავს ისეთ ხალხს რომელიც დაეხმარება მის რელიგიისთვის მომავალშიც ანუ ყოველთვის იქნება ისეთი ხალხი რომელიც დაეხმარება ალლაჰის რელიგიას ეს რა შესაძლებელია წრები ისლამის წრები რაც არ უნდა გაგითხოვონ ვერაფერს ვერ იზავენ ისლამი მაინც ყოველთვის წინ ყოველთვის მაგრამ შეკითხოთ ჩვენთვის ჩვენ გაიგიხლა ის ხადისი ჩვენ უნდა ვკითხოთ ზმებო ჩვენ თავის უნდა ვკითხოთ ჩვენ ვართ ამ ხალხის შორის ვისაც ალლაჰი გამოიყენებს მისი რელიგიის დახმარებისთვის. ვართ ამის შორის თუ არა. იმიტომ მე მატარებელი თუ აგენ და მაინც მიდის. ისლამი მაინც მიდის წინ და არ გაჩერდება. ამიტომ ჩვენ უნდა ვეცადოთ წავიდეთ ასევე ისლამთან ერთად. გახსოვთ ალლაჰი თორსტივი აიათია ყურანში, სადაც ალლაჰი უზენაესი იძახის რომ ალლაჰი ცვის ხალხს. თუ ვიღაც მაგალითად ხალხი ანუ მოშორდა ალლაჰისგან, ალლაჰი რას აკეთებს? იმ ხალხს აშორებს და იმ ხალხის მაგივრად აყენებს სხვა ხალხს რომლებსაც უყვარს ალლაჰი უფრო მაგრად და ალლაჰსაც უყვართ. წარმოიდგინეთ მეგო. ჩვენ მაგას უნდა დავფიქრდეთ მეგო. კითხოთ ჩვენ თავებს. როგორ მდგომარეობაში ვარ მე? ნუ თუ ალლაჰმა მე შემწვარა და სხვა ჩემს მაგით ვიღაც სხვა მოიყვანა. ნუ თუ ეგრეა. ამიტომ ყოველთვის უნდა შევხედოთ ჩვენ თავებს, გამოვასწოროთ ჩვენი თავები. მეცხრე თავის მეგო. ბაბუ ფინიათი ფი ტალაბ ელ-ილმ. თავი რომელიც ეხება განზრახვას ცოდნის მიღების დროს. განზრახვას ცოდნის მიღების დროს. და ეს ეხება ყველას, როგორც მასწავლებელს, ასევე სწავლულებს. რატომ მოვდივართ გაკვეთილებზე? მე რატომ მოვდივარ თქვენთან? რატო გასწავლით ამას? რატო ვკითხავ ამას თქვენთვის? თქვენ რატომ მოდიხართ? და ასე შემდეგ. ეს ყველას ძალიან გვეხება. აბუ ჰურაირამ გადმოსცა, რომ შუმამა სალლალაჰუ ალეიჰი ვასალამ თქვა: "მან თაალლამა ილმან მიმმა yubtagha bihi wajhullah." ვინც ისწავლა ცოდნა, აიღო ის ცოდნა. რითიც ანუ ადამიანი შეიძლება მიაღწიოს ალლაჰის ანუ რითი ადამიანი მიდის ალლაჰის ხატრისთვის ანუ იმის თქმა მინდა რომ მთლიან ჯამში ადამიანი იღებს ამ ცოდნას იმისთვის რომ ალლაჰის გამოყოფილება მიიღოს لا يتعلمه إلا ليصيب عرضا من الدنيا მაგან სწავლობს იღებს ამ ცოდნას მხოლოდ იმისთვის რომ ეს დუნია აიღოს
ანუ არა ახირათისთვის لم يجد عرف الجنة يوم القيامة ასასო დღეს ჯანნათის სუნსაც ვერ იგზნობს ჯანნათის სუნსაც ვერ იგზნობს ამით ზმება ეს ეხება ჩვენ ყველას როგორც სწავლობებს ასევე იმათაც ვინც სწავლობს უნდა გამოვასწავლოთ ჩვენი ნიათი რისთვის მოვდივარ გაკვეთილებზე რატო მოვდივარ რატო ვასწავლი ეს არ ეხება მარტო სწავლებს ასევე ჩვენ თუ ხარ მამა ყავს შვილები ძმები ნათესავები შენ ასწავლი მაგათ და ისთვის ასწავლი შენს გიხება ყველას ვიხება იმიტომ ინა თუ არა ყველანები ჩვენ ვართ დავათის ხალხი ჩვენ ვაკეთებთ დავათს ხალხისთვის ჩვენი ახლაყით ჩვენი სიტყვებით ჩვენი საქციელით ვიღაც ყავს შენ მაგალითად დირექტორი ხარ როგორ მუშაობ ხალხი შენ როგორ იქცევ მაგას შენ მუშაობ დირექტორთან შენ როგორ ეპყრობი შენ დირექტორს ყველაფერში შედის მე ეს ყველაფერი ჩვენი რელიგია და არის ჩვენ ვართ დავათის ხალხი შემდეგ ჰადისში შუმამა სალლალლაჰუ ალაიჰი ვასალამა თქვა რომელსაც გადმოსცა ჯაბირმა لا تعلموا العلم لتباحوا به العلماء نو აიღებთ لتباحوا به العلماء نو აიღებთ ცოდნას იმისთვის რომ ალიმების წინაშე ანუ იტრაბახოთ მოვიდა ვიღაცა შეიხი ალიმი და შენ რაღაცა ისწავლე რაღაცა ახალი წიგნი და მიდიხარ მაგასთან შეკითხვას აძლევ მხოლოდ იმის გამო რომ ნახოს რომ აინახე მე ვისწავლე მაგარი ვარ ედავ შეიხი და შეიხი ძახ მალადეც ალმა ბარაკა მოგწე ალმა კეთილი გაკეთო შენი ცოდნა მაგრამ შენ მაგის წამი შენ პროსტა იტრაბახი იმიტომ იმ შეიძლება რაღაცა ავტორიტეტი აქვს. ولا تماروا به السفهاء. ასევე ნუ ესპორებით ცოდნით ჯაჰილებს. ნუ ესპორებით. ანუ ნუ იღებთ თქვენ ცოდნას იმისთვის, აი ვიღაცა გუშინ რაღაცა მითხრა, ეხლა მე ვისწავლე და წავა მე მაგას ვუპასუხებ. ეს არ უნდა იყოს შენი ნიათი. არასდროს არ უნდა იყოს შენი ნიათი. ولا تخيروا به المجالس. ასევე ნუ იღებთ ამითო კარგ ადგილებს მაჯლისების დროს ხალხის და ხალხი გროვდება. ანუ შენი ცოდნის მიღების ნიათი არ უნდა იყოს ის რომ აი მე ხა ცოდნას ავიღებ და ხალხის წინაშე კარგი ადგილი მექნება. ყოველთვის მაგითის თავში დავждები. ჯერ ძმები საქმეს მე მომიტანენ, ჯერ მე დამეხმარებენ, მე დანარჩენებს. ჯერ მე დამპატეჟებენ, პირველ რიგში მე ვიქნებ და მე დანარჩენები. ეს არ უნდა იყოს ჩვენი ნიათი ძმებო არასდროს. فمن فعل ذلك فالنار فمن ذلك فالنار النار და ვინც მაგას გააკეთებსო ცეცხლი არის მაგისთვის ცეცხლი არის მაგისთვის ნახეთ მე რა სახიფათო ხადისია რა ადვილად შეიძლება მოხდეთ ამ ხადისში შეიძლება ეს ნიათია ის ტრაბახო გაგიპაროს გულში შევიდეს უცბად შეიძლება შეგვიდეს უცბად შენ ყურანს კარგად კითხულობ მე მაგალითად მე შორით ხარ ცნობილი იმიტომ ყურანს კარგად კითხულობ ან არაბული ენა იცი ან რაღაც ან მედინაში სწავლობდი ან რაღაცა და შენ მოხვედი ჩვეულებრივ ძმებთან მოხვედი და ეგეთი გზნობა გაქვს თითქოს რაღაცას ელოდებ მაგათგან ანუ ყურადღებას შენ ცოდნა არ აიღე ალაჰის ხატვისთვის შენ ცოდნა აიღე პოლისთვის დუნისთვის ავტორიტეტისთვის ამას არ ქვია ცოდნა მე ალაჰს ხო რომ მე თუ მელოდება ეგეთი ცოდნა მომარჩ ალაჰმა ჯობია არ მასხოვს და ჩვენ ყველასთვის უნდა ვიფიქროთ ეგრეც ვებო ეს არის სახიფათო ცოდნა რომელიც შეიძლება ადამიანი განადგუროს წარმოიდგინეთ გაიხსენეთ მე ჰადისები რომ ჩვენ ადრე გავიარეთ რომელი ხალხია ჯაჰანამში რომელს ატრიალებენ დამავიწყდა რა ქვია მაგას ატრიალებენ და მაგათი შიგნაზღმავი რას არის ეგაც მიათრევენ მაგას სამის რა ერთ-ერთი მინე ალიმები ხო რომელიც ამბობს და თვითონ რა აკეთებს ამბობს და თვითონ რა ეუბნება ხალხს მებო ალაჰის ხატვისთვის ისწავლეთ თვითონ არ ასწავლებს მებო სადახ ალაჰის ხატვისთვის გააკეთეთ თვითონ არ აკეთებს მებო იყავით თავდაბალი იყავით თვითონ როს ხალხში შედის უნდა ყველა ხალხი მაგას შეხედოს ეს უნდა ჩვენ ალაჰს ყოველთვის დაგვიყვარს. ამიტომ მებო ალაჰს ყოველთვის ვთხოვოთ რა საბათ რა არის? მყარადგომა შენ გაზრახვაზე. მყარადგომა ყოველთვის უნდა ვთხოვოთ. ყოველთვის თხოვე ალაჰ, ია ალაჰ, მე თუ ცოდნას მივიღებ, გაკეთე ისე რომ ეს ცოდნა იყოს შენი ხათვისთვის. დამეხმარო ეს ცოდნა მივიღო შენი ხათვისთვის, არა ხალხისთვის. არა ლაიქების, კომენტარებისთვის და ასე შემდეგ, არამედ შენი ხათვისთვის. შემდეგი თავი ბაბუ ჯიდალუ ალ-მუნაფიყ. თავი რომელიც ეხება სპორტს ან კამათს მონაფიყებთან. عمران بن حسين გადმოსცა რომ შუმამა სალლალლაჰუ ალაიჰი ვასალამა თქვა أخوف ما أخاف عليكم جدال منافقي علي من لسان ყველაზე მეტად რაც მეშინია მე თქვენთვის არის სპორი მონაფიყთან რომელსაც აქვს ანუ კარგი ენა და ცოდნა აქვს როგორც დღეს ჩვენ დროს მებო ბიდადახი მაგათ ზოგიერთი მაგათ კან აქვს ძალიან ლამაზი ენა კარგად ლაპარაკობს ვითომ დალილები მოაქვს
ლამაზად სწავლობს ზეპირატიცის წიგნები, შეიძლება ბუხარი და მუსლიმი ზეპირატი წოდეს, მაგრამ არასდროს იყენებს მაგას. და შემოვსახსნა რა თქვა, ყველაზე მეტად თქვენთვის მეშინია სპორი მაგათა. სალაფები ხანდახან, ანუ სალაფები თვითონ ძმებო, ისინი თვითონ არ მიდიოდნენ აჰლ ბიდაათთან, რო ისპორონ, როგორც ზოგიერთი ძმა დღეს აკეთებს. ანუ მიდის რაღაც ადგილას, სპეციალურად იმისთვის, რომ ესპოროს ვიღაც აჰლ ბიდა, რომ დამოკიდოს, რომ თვითონ სწორია, რომ მისი აყიდა სწორია, ეს არასწორია. მაგრამ თუ მოხდა სალაფები ძახია, მაგრამ თუ მოხდა ისე, რომ ხალხში, მაგალითად ხალხში ზიხარ, მოვიდა აჰლ ბიდაათი შენთან და გითხრა შენ რაღაცა გითხრა, გამოგიზახა შენ ხალხში, მაგ დროს უპასუხე. მაგ დროს დაამტკიცე, რომ არასწორია. მაგრამ შენ ეცადე, რომ შენ თვითონ არ მიხვიდე მაგ ხალხთან. იმიტომ შეიძლება შუბუხათი ჩავარდეს შენ გულში. წამოიგი ისეთი დიდი ალიმები, სალაფები, როცა მოდიოდნენ მაგათთან აჰლ ბიდაათი, თქვენ იცით ეს მაგ გავიხსენოთ. ეუბნებოდნენ მაგას, რომ მე ჰადის დაგიკითხავ. არა, არ მინდა. ჰადის დაგიკითხავ, არ მინდა. კარგი, აიარცო. არ მინდაო. არ წამიკითხავ, და როცა მაინც იწყებდნენ, ნაგლად ასე ვთქვა, ყურებში თვითებდნენ, ყურებში. სუბჰანალლა, არ ვიცი რა გამოსცენა, ერთ ადამიანს დავას უკეთებდი. არამუსლიმი იყო. ყურებში თვითები გააკეთა. ყურებში თვითები გააკეთა, არ ვიცი რა გამოსცენა. ამიტომ მე არ უნდა ჩვენ მივესწრაფოთ აი სპორებთან, ვინ თაქფირის დიღო, ვინ გინდა იყოს ნებისმიერ ადამიანი, თუ ის ბიდათახლია, ნუ მიდიხარ მაგასთან ისე. მაგრამ შენ თუ იცი რომ შენ სიტყვას მიიღებს, შენ ნასიხას მიიღებ გამოს მაშინ კი, მაშინ შეგიდე მიიღებ და აჯის გიქნება მაგის გამო. შემდეგ ჰადისი ხუზეიფამ თქვა რომ შომომა სალლალაჰუ ალეიჰი ვასალამ თქვა ინნამა ახფაფუ ალეიკუმ რაჯულუნ ყარა'a إنما أتخوف عليكم رجل قرأ القرآن. ناخذ ყველაზე მეტი თქვენთვის მეშინია მამაკაცის, რომელიც კითხულობს ყურანს. სუბჰანალლაჰ, მე ნახეთ. კითხულობს ყურანს. حتى إذا رؤيت بحجته عليه. და მისი ყურანის კითხვა სილამაზეს გამო, ანუ სილამაზეს ნახო მის კითხვაში. ხალხის შორის, ანუ იქნება გამოყვანილი როგორც აი ლამაზი მკითხველი და ასე შემდეგ, როგორც ყურანს ხსნის თავს და ასე შემდეგ. وكان ردءا للإسلام. და იქნება დახმარება ისლამისთვის. ნახეთ, ეს ადამიანი იქნება დახმარება ისლამისთვის. და ეხლა ნახეთ. غيره إلى ما شاء الله. მე ცვლის ყურანის შინაარს ისე როგორც უნდა ალლას, ანუ ალლაჰ მის მაგას უფლება. ანუ არაკავებს ადამიანს. ნახე როგორ დაიწყო ლამაზად. ყურანი კითხვა დაიწყო. შეისწავლა. ხალხში ცნობილი გახდა. და მე რაქნა შეცვალა ალლაჰის, ანუ ყურანის შინაარსი, ანუ ხალხს უხნის ყურანს არა ისე როგორც საჭიროა, არა სუნნათით. وانسلخ منهم. და ანუ გადმოვაგდო ყურანი. ანუ გადმოვაგდო როგორც მე πω. ინსალახა ეს ზმნა არაბულ ენაში ნიშნავს, აი როგორც გველი თავის კანს როგორც ხდის, ნენელა მე აგდებს, როგორც ეს ადამიანი. და მე ყურანს ანუ ხსნის თავისი კანი და მე აგდებსო. ვა ნაბადაჰუ ვარა აზაჰრიჰი. და მე აგდებს ამ ყურანს თავისი ზურგის უკან. და ეხლა ნახეთ მე ეს ამ შემდეგი სიტყვები ვიღაცა ხალხი გაგახსენება თქვენ. وساع على جاره بالسيف. და წავა თავის მეზობელზე ხმლით. თავის მეზობელზე მოკლა მომდება. და იტყვის რომ ბისეიფი ვარამაჰუ ბიშირკ. და იტყვის მაგას რომ მუშრიკია. ვინაც ეს ხალხი დღეს? თაქფირისტები, ხავარიჯები. შომამსას რა თქვა? ეს ადამიანი ყურანს აიგითხავს. ხალხში ცნობილი იქნება, შეიხი გახდება ვიღაცა ხალხის შორის. ბოლოს რას გაკეთებს? შეცვლის აიათების შინაარსებს. ბოლოს მე ვიღაც თაქფირს გაუკეთებს და მე იტყვის მის ჰოქმია სიკვდილი. როგორც თაქფირისტები აკეთებენ დღეს. ანუ ფრთხილად უნდა ვიყოთ ჩვენ ყველანი ასევე ჩვენი ნიათი გამოვასწოროთ. იყო ერთი საჰაბების დროს ერთი ადამიანი იყო, რომელიც იყო ცნობილი იმით, რომ კარგად იმახსოვრებდა შრომავალისგან ყველაფერს. კარგად იმახსოვრებდა. დამავიწყდა მაგის სახელი. თქვენ თუ გახსოვთ. შრომავალს მაგას თქვა, რომ მისი აი ყბა ახსასურის დღეს ჯოჯოხეთში იქნება როგორც უხუდის მთა. ისეთი დიდი იქნება. და დაიძოდა ცეცხლში დაიწება. რატომ? იმ ადამიანს ჰქონდა ბევრი ცოდნა მიიღო შრომავალის მოსავსა. მე მოვიღა ვიღაც მეფის სხვა ქვეყნის მეფის მხრიდან მოვიდა რა ეგეთი ადამიანია და რასაც შემოსთავაზა. და ხიანათი გაკეთა. დატოვა შრომავალსა. იყო ცნობილი დითი რომ მუჩტაჰიდი იყო. ნახეთ მე მაგრად მიდიოდა. ამიტომ ჩვენ არავინ არ ვიცით. ალლას ყოველთვის უნდა თხოვოთ საბათ, ყოველთვის უნდა თხოვოთ ალლას
კარგად გომა ამ რელიგიაზე. قال فقلت მე საჰაბამ თქვა يا نبي الله يا الله შომავალო أيهما أول بالشرك რომელია მაგას შორის ანუ უფრო რომ حقي რომ დავეძახოთ რომ მუშრიკია შირკი გაკეთა المرمي أو الرامي ის ანუ ვიზეს თქვეს რომ მუშრიკია ან ის ვინც თქვა რომ მუშრიკია რომელია უფრო حقي რომ თქვა თუ ის მუშრიკია შირკი გაკეთა და შომავსთან თქვა قال بل الرامي ანუ უეჭულად რამი ის ვინც თქვა რომ ანუ შეეხარ მუშრიკი ანუ უმეტეს შემთხვევაში ადამიანი რომელიც ჩქარობს ეუბნება თავის ძმას კაფირი ხარ მუშრიკი ხარ თვითონ არის ეგეთი როგორც თქვა აქ შომომა სალალაჰუ ალეიჰი ვასალამ შემდეგი თავიდრება ბაბ მა'რიფატი აჰლი ჰადითი ვა სიჰჰათიჰი ვა დაფიჰი თავი რომელიც ეხება აჰლუ ჰადისის ცოდნას როცა იგებენ რა არის სახიხი რა არის სუსტი ჰადისი عن أبي حميد وأبي أسيد أن النبي صلى الله عليه وسلم قال أبي حميد وده أبي أسيد مقال مستسرم شو صلى الله عليه وسلم قال إذا سمعتم الحديث عني تتكون جاي جبتو شيء كان درس حديثه تعرفه قلوبكم كوني قلبي يسمعون أم حديثه أنا كعجت ميجيب كوني قلبي أم حديثه وتلين له أشعاركم وأبشاركم تكوني تميبي تكوني كانيس كانوا كعجت ميجيب سان حديثه أنا شوك شات شواردي بيتو როცა რაღაც ხადისებს გაიგებითო, გაიგებთ. وترون أنه منكم قريب. და თქვენ იგრძნობთ რომ ეს ჰადისი არის თქვენთან ახლოს. ანუ კარგად იღებთ, გულთან კარგად იღებთ ამ ხადისო. فأنا أولاكم به. მაშინ მე უფრო ახლოს ვარ ამ ხადისთან. ანუ ესე იგი ეს ჰადისი ინშალლა სწორია. ეს ვისეუნება საჰაბებს ეუბნება. მე ნახეთ ასე ძახის. وإذا سمعتم حديثا وإذا سمعتم الحديث تنكره قلوبكم. და თუ თქვენ გაიგებთ რაღაც ჰადისო რომელიც თქვენი გულები რაღაც ანუ ვერ იღებს იმ ჰადისო. وتنفروا منه أشعاركم وأبشاركم. და თქვენი თმები და თქვენი კანი ანუ ვერ იღებს ამ ჰადისს, ანუ შოკში ვარდება, ვერ იღებს იმ ჰადისო. وترون أنه منكم بعيد. და თქვენ გზნობთ რომ ეს ჰადისი შორს არის თქვენსგან. فأنا أبعدكم منه. მაშინ მე ამ ჰადისგან უფრო შორს ვარ. ეს შუმამა სალალაჰუ ალეიჰი ვასალამ ეუბნება საჰაბებს. ვინები არიან საჰაბები? ვინც ყოველთვის იყვნენ შუმავათან სალალაჰუ ალეიჰი ვასალამ ერთად. და როცა რაღაცას გაიგებდნენ ხალხისგან, ეგრე გზნობდნენ ეს ნადის ჰადისია თუ არა. და ესეთი გზნობა აქ მხოლოდ იმ ხალხს, ვინც 24 საათი იყო შუმავათან სალალაჰუ ალეიჰი ვასალამ. მაგრამ არა მარტო მაგათთან. ეხლა ნახეთ რა სიძახის شيخ الألباني عم تيمازي قلت شيخ الألباني زخيس هذا الخطاب النبوي الكريم خاص بالمقربين منه صلى الله عليه وسلم من أصحابه السيتقبي أريس شماولوري السيتقبي أريس كونكريتورات إم خالخيستويس وينس أريس أخلص ميسي متفيبيس شوريدان وملازمين له في كل أحواله دا إما تويس من قوة إخوانين شماولتان إرتاد العارفين بسنته وحديه რომელიც იციან შრომაულის სუნნათი და მისი გზა ثم الذين ساروا على منهجهم وحديهم من أهل العلم بالكتاب والسنة الصحيحة მერე რომელიც დადგნენ მათ გზაზე და სწორ გზაზე იმ ანუ როგორც ხალხი რომელიც იცის ყურანი კარგად და საჰიჰი სუნნათი أمثال إمام أحمد როგორც إمام أحمدي وابن معين ასევე ابن معين وابن المديني بخاري مسلم وابن أبي حاتم وابن حبان استقرام شو بيدخل ابن حبان ونحوهم ده سوي سخبي من أئمة النقاد رقص حديث بيس مسنيوري بيس أنو رقص محدث بي كالذهبي والأسقلاني رقص ذهبي ده أسقلاني وما أقلهم في كل زمان ده راتسو تعريس إجتي خاخي كل نايل دروس وبخاصة في زماننا هذا და უფრო ცოტა ეგეთი ხალხი ჩვენ დროსო ზახის შეხალაბანი ჩვენ დროს وهو اصل لما يعرف عند المحدثين بالنقد المسند და ეს არის ასლი რომელიც არის ცნობილი მუჰადისების შორის რომ მაგას შეუძლიათ ჰადისი ნახონ რაღაც ჰადისი არიციან მაგის სანადი ანუ ჯაჭვი არიციან მიდის თუ არა შუმავალამდე მაგას შეხედავთ ჰადისს და ეგრევე იგებენ რომ არ ვერ იქნება ეს სახიხი ან რაღაცა პრობლემა აქვს ამ ჰადისს უნდა გადავამოწმოთ და ხეწმებო მაგახოს მაგას შორის ამინ ومنه الحديث منكر والشاذ ეს არის ისეთი ხადისები რომელიც არის მუნკარი და შაძ მუნკარი ძმები არის ის ხადისები რომელიც მაგალითად გადმოსცემს ვიღაცა ადამიანი რომელსაც არ აქვს ნდობა
გადმოსი ეგეთი ადამიანი, რომელიც ეწინააღმდეგება იმ ხალხს, იმ ჰადისებს, რომელშიც ნდობა გვაქვს. და შაზ არის როგორი ჰადისები, მაგალითად, 5 ადამიანის სიტყვაზე, 5-ვე არის მაგალითად, ანუ ნდობის ხალხი, 5-ვე. მაგრამ ერთმა თქვა, რომელიც ეწინააღმდეგება 4 ადამიანს, 4-ს. ამას ქვია ჰადისუნ შაზ. وما أحسن ما قاله ابن القيم رحمه الله في رسالته და რა კარგი არის იბნ القيمის სიტყვებიო თავის წიგნშიო. იბნ القيم ნახე რა თქვა ძმებო. მაგას კითხო, სუილთო მე მქონდა შეკითხა დამისვეს და იბნ القيم უპასუხა. هل يمكن معرفة الحديث الموضوع بباب من غير أن ينظر في سنده. შეიძლება მაგალითად ჩვენ გავიგოთ რომ ჰადისი არის სახიხი ან სუსტი იმის გარეშე რომ შევხედოთ ჰადისების ჯაჭვს ან მიდიცურა შემოვლამდე. فهذا سؤال عظيم القدر. ეს არის ძალიან დიდი შეკითხვა, უდიდესი შეკითხვა არისო. وإنما يعلم ذلك من تدلع في معرفة السنة الصحيحة واختلطت بلحمه ودمه. ეს იცისო ის ხალხიო, ვინც ანუ შევიდა თავის ხორცით და სისხლით შევიდა ჰადისებში და იცის სახი ჰადისები, ყველა თითქმის იცისო, თავის ხორცით, თავის ცხოვრების შევიდა ჰადისების ცოდნაში. وصار له فيها ملكة. და მას გამოჩნდა რაღაცაი რაღაც ქართულ როგორ ქვია მაგას სპასობნას ნდობა არა სპასობნას კორექტი ქართულად სპასობნას არის სახე ნაზობიდან ნეදანში ability ინგლისურად თუ ისმენმე რუსულად უთხარ და გავიდა სპასობნას აბა ნახე ახლა დამცავი არა რუსული არ ვიცი ნიჭი აი მაშა ნიჭი როგორ დაგვერდა ეს სიტყვა ნიჭი ან ადამიანი რომელიც კარგად იციან შემოვლეს ან სუნნათი თავის სისხლით და ხორცით როგორც თქვა იბნ القيم იცის რომ შეხედოს რა ჰადის ხდება რომ უნარია ნიჭი ხო ხდება რომ ეს ჰადისი რაღაცა პრობლემა აქვს ამ ჰადისს وصار له اختصاص شديد بمعرفة السنة والآثار და მაგას აქვს უზარმაზარი ნიჭი ანუ როცა უყურებს ამ ჰადისებს ومعرفة سيرة الرسول صلى الله عليه وسلم وحديثه და იცის შემოვლეს ასან ცხოვრება და მისი გზა فيما يأمر به رأس بزانبs وينهى رأس أجزلوس ويخبر عنه رأس გადმოცემული მისგან ويدعو إليه და რასთანაც ეძახის ويحبه راوقواس ويكرهه رايزიზღება ويشرعه لأمته და რას აზაკონებს ან რას უძღვნის თავის უმმათს بحيث كأنه مخالد لرسول الله صلى الله عليه وسلم كواحد من أصحابه იმ დონეზე არის მუჰადისიო თითქოს ეს მუჰადისი ანუ თითქოს შემოვალთან ყოველთვის იყო შემოვალის ასაჰაბების დროს იმდენად შევიდა ჰადისების ცოდნაში მოკლედ ვიტყიზმებო რომ იბნ القيم რა იგულისმა ადამიანი შეიძლება მივიდეს ისე დონეზე ნებისმიერ ჰადისზე ვიღაცა მაგალითად ხო ქონდა ჩვენ მაგალითად მოსულ ხატაკა ჩვენთან რომ რაღაც ჰადისი გავიგეთ და ვიგზნები თითქოს რაღაცა ჰადისი არის ეს ანიშნავს დიდი ალიმები ვართ არა ეს ანიშნავს მაგრამ ეს იმას ეს ანუ უფრო ჩანდა ეს ჰადისი მაგრამ არის მე როგორც ჰადისები ჩვენ თუ ვიღაცა მოგვიყურებს ამ ჰადისებს ვერაფერს ვერ ვიზნობთ ანუ ვერ გავიგეთ ჩვენ სახიხია თუ არა მაგრამ ეს ხალხი რომელიც ჩაღრმავდა ჰადისებში იცის ყველა ჰადისები იცის შემავასთან გზა რას ბრძანა და ასე შემდეგ როცა იგებენ ჰადისმებო ეგრევე იგებენ ეს ჰადისი ნაღდია თუ არა ანუ მაგას ქვია ეგეთი ნიჭი ალლა მაგახოლოს მაგას შორის და იბნ القيم მოიყვანა ეგეთი კარგი ლექსი აჰლულ ჰადითი ჰუმ აჰლულ ნაბი აჰლულ ჰადის ან მუჰადისები არიან ფეგამბარის ხალხიო وإن თუმთან რომს არ იყოს لم يصحبوا نفسه أنفسه صاحبه რომს ანუ ისინი არ შეხვდნენო შემოვალსო მათი სულები არის მასთან ალლა მაგახოლოს მაგას შორის მე ამინ قال და მე ხო და ბოლო ჰადისის მე დღეს აბუ ხურეიბა გადმოსაის და მე-12 თავი ბაბუ ნაჰი ან კათრათის სუალი ლიღეირი ფაიდა თავი რომელიც ეხება აკრძალვას შეკითხვებზე რომელსაც არ აქვს არანაირი ხეირი ანა აბუ ხურეიბა გადმოსა რომ შუმა სალლალაჰუ ალეიჰი ვასალამ თქვა ინნა ალლაჰა ქარიჰა ლაჰუმ ყილა ვა ყალ ჭეშმარიტ ალლას არ უყვარს თქვენთვის ასე თქვა ვიღაცა და ასე თქვა ისა და ქარიჰა აქ ნიშნავს მებო სალაფების დროს როცა სალაფები იყენებდნენ მებო სიტყვა მაკრუჰ დღა ჩვენ რა არის ჩვენ დროს არასასურველი ხო
ანუ თუ ადამიანი მაგას გაკეთებს, არა ეცოდვა, მაგრამ თუ არა ეცოდვა. მაგრამ სალაფების დროს სალაფები ძალიან ხშირად იყენებენ ამ სიტყვას როგორც ჰარამი. ანუ ნიშნავს ჰარამი. ანუ ალას არ უყვარს, ანუ ჰარამია, ალა თქვენთვის ალაჰისგან რომ თქვენ შეგვიძლიათ თემებში. ანუ ეძმა ეგ თქვა, ნახე ძმა ვიღაცა ძმა სხვა ძმაზე ასეთ რაღაცები თქვა, არ დააზუსტეთ და უბრალოდ აფცელებენ ხაბარებს. ვაკასრათუ სუალ და ბევრი შეკითხვები. ბევრი შეკითხვები. აქ როგორ შეკითხვები შედის მე მაგალითად სიტყვაზე მუსა ალეისალამ როცა ზღვა გახსნა ალლაჰის ნებით მისში ჯოხი რა ფერის იყო. ანუ რანაირი ჯოხი იყო, წიფელა იყო თუ ნაძვი იყო თუ რა იყო. ეგეთი სიტყვები. ან ასჰაბულ ქაჰფის ის ძაღლი რა ჯიში ძაღლი იყო, მესმინდა ეგეთი ძაღლი. მაგალითად ხო, პუდელი იყო, პიტბული იყო თუ რა იყო, ასე ვთქვა. ეგეთი შეკითხვები. ამ მაგალითად მე თუ მთვარეს წავა, როგორც ხალხი მიდითვარები, მან როგორ ვილოცო. აი როცა შეძახვალ მე რეკითხი. და ეგეთი შეკითხვები მე. ასევე მაგალითად როგორ შეკითხვები. როგორც მაგალითად ალლაჰმა მუსა ალეისალამ უბრძანა ბანუ ისრაილს, რომ რა ხო, რომ ხბო დაეკლოთ. მან როცა თქვა მუსა ალეისალამ, ინა ალლაჰ იამურუკუმ ან თაზბაჰულ ბაყარა, აქ ნიშნავს რომ ნებისმიერი ხბო. უბრალოდ ხბო იყოს. ფერს ნიშნობა და რა დაიწყოს ხალხი? როგორი ფერისაა, როგორ გამოიყურება, რა და ბოლოს, კაროჩე როცა უკვე მივხვდნენ რომ შეკითხები ზედმეტია, დაგრეს. და ალლაჰმა მაგის შემდეგ აიშა რა თქვა? როგორ თქვა, რომ ახლოს იყვნენ იმასთან, რომ არ დაიყურებინათ. და მე დაშლა მოვიდა. ანუ ზედმეტი შეკითხები. როგორც ზოგადად ისეთი შეკითხები ძალიან საოცარი. იაჯუჯი და მაჯუჯი რომ სამოვა მაგაცოლებზე შეიძლება ნიკაჰ გაკეთება. ეგეთი შეკითხები ამოიდგება. რა თქმა უნდა, შეკითხები. კითხე ის შეიძლება რომელიც ხეირია შენთვის. და ვა იდაათულ მალ და ალლაჰს არ უყვარს თქვენთვის ფულის ხარჯვა ხაირზე. ფულის ხარჯვა ხაირზე როგორც მეკო. ანუ შენ ყიდო შენთვის რას არანაირი ხერი არა შენთვის. ხო. ან მაგაზე უარესი არანაირი ხერი არის და უფრო ჰარამში გადადის. ეს არის ორმაგი ცოდვა. سبحانك وبحمدك اشهد ان لا اله الا انت استغفرك واتوب اليك. اللهم بارك الله فيك.